ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკის გადადგომას ქაიროში 1000-ობით ადამიანი მთელი ღამე ზეიმობდა. მუბარაკის გადადგომის შესახებ ვიცე-პრეზიდენტმა ომარ სულეიმანმა განაცხადა, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს პირდაპირ ეთერში ვნახოთ ამ წუთებში თუ რა ხდება ქაიროში და როგორც უკვე ხედავთ, ეს არის კადრები, რომელსაც მსოფლიო წამყვანი ტელეკომპანიები გადასცემენ პირდაპირ ეთერში, ანუ პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ მე შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს გააკეთა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა განცხადება პრეზიდენტის თანამდებობიდან წასვლის შესახებ და აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თავად პრეზიდენტი საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა, ის მხოლოდ გუშინ წინ გამოჩნდა, როდესაც განაცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს და გარკვეული დროის მანძილზე, სანამ გარდამავალი მთავრობა არ გადაიბარებდა მთავრობას, ის პოსტზე დარჩებოდა. აქვე უნდა აღვნიშნოთ და შეგახსნებთ, რომ არაოფიციალური ინფორმაციით 300-ზე მეტი ადამიანი არის დაღუპული და რამდენიმე ათასი დაშავებული. ეს ინფორმაციაც არის მსოფლიო ტელეარხების მიერ გავრცელებული და სულ ცოტა ხანში მე შევეცდები თუ როგორ აღინიშნა სხვადასხვა ქვეყნებში, ქაიროში და კონკრეტულად კი ეგვიპტეში პრეზიდენტის გადადგომა და როგორ აღნიშნეს ამის შესახებაც ვისაუბრებთ, ასევე მსოფლიო ლიდერების განცხადებებზე. ეს არის პირდაპირ ეთერი, რომელსაც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ადგილობრივი ტელეკომპანია და მსოფლიო არხები გადასცემენ პირდაპირ ეთერში და მთელი ღამის განმავლობაში ზუსტად ანალოგიური მდგომარეობა იყო, 1000-ობით ადამიანი იყო ქუჩაში გამოსული, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ აქციის ბოლო დღეს, როდესაც მუბარაკმა განცხადება გააკეთა თანამდებობიდან წასვლის შესახებ, ტაჰრიჰის მოედანზე, ანუ თავისუფლების მოედანზე დაახლოებით 3 მილიონზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.